კავკასიონის მაღალ მთებში ჩაფლულ კურორტ გაბალას ფრინველთა გალობის ნაცვლად მუსიკის ჰანგები აღვიძებს. ყოველი წლის ივლისში ერთი კვირით ეს მშვიდი კურორტი მსოფლიო ვარსკვლავების სცენად იქცევა ხოლმე. მოგესალმებით გაბალის მე-14 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე. 13 ქვეყნიდან ჩამოსულმა 500-ზე მეტმა ხელოვანმა მოიყარა წელს თავი აზერბაიჯანის ამ თვალწარმტაც ქალაქში, რათა 6 დღის განმავლობაში ჩატარებულ კონცერტებზე ერთმანეთი გაერთოთ სასიამოვნო მუსიკითა და საუბრით. უნდა გამოგიტყდეთ, რომ გაბალის მთები შთაგაგონებს იყო ამაღლებული, გულღია, რადგან აქ შესანიშნავი ატმოსფეროს უფევს. ძალიან თბილი ხალხია და ჩვენც ქართველები თბილისის მერიის ბიგ-ბენდი ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივართ აქ, რათა ერთმანეთს ვაჩუქოთ სიყვარული და მონაწილეობა მივიღოთ დიდებული მუსიკის ზეიმში, რომელიც შთაგვაგონებს და აგვამაღლებს. Gives us inspiration that lifts us up. From morning rehearsals. აქ მთელი დღე მუსიკა ისმის, იქნება ეს დილის რეპეტიციები თუ საღამოს კონცერტები. როგორც კი მოსაღამოვდება, ამფითეატრი ღია საოპერო დარბაზად იქცევა და აქედან გამოსული არიების ხმა მთიდან მონაბერისიო შრიალსა და მოპიკნიკეების ხმებს ერევა. უკვე მრავალი წელია ეს ფესტივალი ტრადიციულად აზერბაიჯანში ტარდება. მოусმინეთ ადგილობრივ და უცხოელ შემსრულებლებს და უზომოდ დიდი სიამოვნება მივიღეთ. გაბალის ღია სივრცეში ჩატარებული ფესტივალი გაცოცხლებულ ფერად ღია ბარათს გავს, საიდანაც სიმებიანი საკრავებისა და სიმღერის ჰანგები იფრქვევა. ძალიან ამაყი ვარ, როცა გაბალაში ვარ, რადგან ეს ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებული ადგილია. ამ ფესტივალს მისი დაარსების დღიდან მოვყვები და ეს გზა 14 წლის წინ დაიწყო. ეს ფესტივალი ჩემს თვალწინ განვითარდა. სულ უფრო მეტი უცხოელი და საერთაშორისო დონის ხელოვანი ჩამოდის. ეს фестивალი ყოველ წელს სულ უფრო მეტად იხვეწება. International artists in this festival developing every year more and more. როდესაც სცენაზე ბოლო ნოტის ხმა მიწყდება, ის მთებში ექოთ გრძელდება. მუსიკოსები და აუდიტორია კი მომავალი წლის მუსიკალურ ფესტივალამდე დარჩენილი დღეების დათვლას იწყებენ.